EUTOS საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ღონისძიებას პორტუგალია მასპინძლობს უკვე გაიმართა პოლიტიკურ საკითხთა, უსაფრთხოების, ეკონომიკის საკითხებისა და გარემოს დაცვის კომიტეტების გენერალური სხდომები. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები, გზავნილებს პორტოდან ანუკი ჩხიკვაძე გვეტყვის. ვინაიდან EUTOS საპარლამენტო ასამბლეის წლევანდელი ღონისძიების თემატიკა არის მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება, საქართველოს გზავნილები სწორედ ამ თემატიკას ეხებოდა დღეს ქართულმა მხარემ. ასამბლეის წევრებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც მშვიდობის ფასი ყველაზე კარგად იცის და ქვეყანა, რომლის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ოკუპირებული ტერიტორიები და იქ არსებული სიტუაცია. ამ ფონზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ პარალელურ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ აქვს ხელოვნური დესტაბილიზაციის ფონზე საქართველოს სუვერენიტეტის შესუსტება, როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ განმარტა, საქართველოს წინააღმდეგ და იმიჯის დაზიანებისთვის არის შექმნილი ცრუ კამპანია, რომ თითქოს საქართველოში პოლიტიკური მოტივით ხდება ადამიანების დაკავება. მან განმარტა ისიც, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა მედია პლურალიზმისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით და რომ საქართველო დემოკრატიის გზაზე განვითარებას აგრძელებს. პარალელურად გაიმართა მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის კომიტეტების სხდომა, სადაც საქართველოს საკუთარ მიღწევებზე ისაუბრა ენერგოუსაფრთხოებისა და მდგრადი ენერგოსისტემების შექმნის კუთხით საკუთარი გადადგმული ნაბიჯები კიდევ ერთხელ გააცნო ასამბლეის წევრებს და ესაუბრა იმ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებზე, რომელიც საქართველოს როლს როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით ზრდის. ამჟამად საქართველო არაერთი შიდა და გარე გამოწვევის წინაშე დგას. თითოეული ეს გამოწვევა განპირობებულია პირდაპირი თუ ირიბი უცხოური ჩარევის შედეგად. საქართველოს ტერიტორიების 20% აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ადგილობრივ დონეზე კი ხედავთ დესტაბილიზაციის ხელოვნურად შექმნილ სასოწარკვეთილ მცდელობებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდება. ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა უცხოური ძალები ცდილობენ ხელყონ ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობაც. ჩვენ მკაცრად არ ვეთანხმებით ზოგიერთ ჩანაწერს ანგარიში, მათ შორის საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა და მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვაზე. საუკეთესო მტკიცებულება საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა არის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. რამდენიმე ადამიანის მიერ ცენტრალური გამზირის გადაკეთვა თბილისში. ისინი ამას აკეთებენ მშვიდობიანად და ამიტომაც მათი უფლება დაცულია. მათ არავინ აწუხებს, თუმცა მათი რაოდენობა არ არის იმხელა, რომ ცენტრალური ქუჩები რეალურად გადაკეთონ თბილისში. რაც შეეხება მედიის დამოუკიდებლობას, EUTOS ბოლო ანგარიშიც კი აღინიშნა, რომ საქართველოში გვაქვს მედია პლურალიზმი. მართალია პოლარიზებული, თუმცა პლურალისტულია და დამოუკიდებელი. და ბოლოს, რაც შეეხება პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს, ეს დაკავებები განაპირობა ნოემბერი-დეკემბრის არეულობებმა, სადაც 60-ზე მეტი ოფიცერი დაშავდა. ერთ-ერთმა მათგანმა მხედველობა დაკარგა. რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. შესაბამისად აშკარაა, რომ პოლიციელებს თავს დაესხნენ და ეს პროტესტი არ იყო მშვიდობიანი. ეს იყო ძალადობრივი პროტესტი. ამიტომაც ამ დანაშაულების ჩამდენები დაკავებულები არიან და მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. ეს არ არის პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები, არამედ ეს არის დანაშაულის ჩადენით მოტივირებული დაკავება. უფრო მდგრადი ენერგოსისტემის შესაქმნელად ჩვენ ინვესტიციებს ვდებთ მზისა და ქარის ენერგიაში. რეგიონული პროექტები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე დერეფანი, ჩვენს გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს ახალ მნიშვნელობას ანიჭებს. ეს ინიციატივები სამხრეთ კავკასიას დააკავშირებს ევროპულ და ცენტრალური აზიის პარტნიორებთან. ხელშეუწყობს სუფთა ელექტროენერგიის ექსპორტსა და მწვანე ჰიდროენერგიას. ჩვენი ძალისხმევები შეესაბამება EUTOS საპარლამენტო ასამბლეის უახლეს რეზოლუციას და იმ რეზოლუციის პროექტს, რომელსაც ამ სესიაზე მივიღებთ. რამე თუ იგი ეხება კლიმატის ადაპტაციას, სუფთა ენერგიის გამრავალფეროვნებას, საზღვრებს მიღმა თანამშრომლობის გაძლიერებას და გრძელვადიანი ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობას. EUTOS საპარლამენტო ასამბლეის წლევანდელი ღონისძიება ქალაქ პორტოში 3 ივლისის ჩათვლით გაიმართება. აქ ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები იმსჯელებენ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების საკითხებზე. პორტოდან ანუკი ჩხიკვაძე საუბრობდა.